მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. თვის ბოლოს გთავაზობთ საჯარო წმენდას, ვისაც სურს, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. თანხა თქვენი სურვილის მიხედვით არის დასაფიქსირებელი და რა თქმა უნდა, დაიდება შედეგებიც. ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან, ვინც რა საკითხზე სურს გაშლა. მოდი საკითხი დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რაზე გავშალო. ადამიანი, რომელიც მოდის თქვენ ცხოვრებაში, ან შემოსულია. თუმცა ამის იმედი თქვენ არ გაქვთ. მოდი ასე ვნახოთ, მაშინ რა ცვლილებები იქნება, ოღონდ პირადში, ხო? ცვლილებები ერთი რამ დაიმახსოვრეთ, როდესაც ნებისმიერ ურთიერთობაში შედიხართ, თუ მართლა დონჟუანის ტიპაჟი არა ხართ, ქალბატონებს ეხება, უნდა დასრულდეს ეს შინაგანი რაღაც ფოთვა ტკივილი. შესაძლებელია პირად ურთიერთობაში არ ყოფილხართ, მოდი ასე გეტყოდით, მაგრამ ეს იყოს რაღაც ტრაუმა, ოჯახიდან წამოსული, ხო? ვიღაცას მამა, ვიღაცას ბიძია, თუ ახლობელი ძმა, თუ რაღაცა და ნახეთ როგორ არის იმდენად ფსიქოლოგიურ ზიანს ღებულობს ადამიანი ამ შემთხვევაში, რომ შესაძლებელია უკვე პირადშიც აი ასე ფიქრობდეს, რომ ყველასთან რაღაც ეს პრობლემა იქნება და აი ერთი მამაკაცის ტიპაჟი აქვს წარმოდგენილი, წარმოსახული და ესე იქნება. არა, ესე არ არის. მინდა გითხრათ, კარგი მამაკაცებიც არსებობენ. ცოტა არიან, მაგრამ არსებობენ ნამდვილად, ხო? ყველას ერთ ქვებში ვერ მოხარშავ. აი აქ ზუსტად მაგ ნეგატივიდან უნდა განთავისუფლდეთ. იმიტომ რომ თქვენ ამ თემაზეც ეთყობა რაღაც მაინც გქონიათ, ხო, აქცენტი გაგიკეთებიათ. აქ ცოტა შეფხიზლება, მოდი ასე რომ ვთქვათ, გჭირდებათ აშკარად, თუმცა ეს ნამდვილად გამოგივათ. მე რო ვთქვა, რომ ვერ განთავისუფლდებით, ან ამის შანსი არ არის, ამ თემაზე საუბარს არ დავიწყებდი. უბრალოდ არის რაღაც შესაძლებელია ნარჩენები, ან უკვე გადადის წარსულ პოზიციაზე. აქ სრულიად ახალი დასაწყისი, ახალი ენერგია, ნაყოფიერება, სიხარული გახარება. აი საკუთარ თავსაც კი უკვე თქვენ იმ პოზიციაზე დგახართ, რომ აი საკუთარ თავს კი მე ვაძლევ ბედნიერების უფლებას. აი ასე იყო ზუსტად. მოდი ასე გეტყოდით მე. დავუშვათ თქვენ თუ გაქვთ ახლა ანგარიშზე ყოველდღიურად რაღაცა დავუშვათ ანგარიში გერიცხებათ, ან თუნდაც შესაძლებლობა გეძლევათ რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა. მოდი ანგარიშზე გავაკეთოთ 50,000 ლარი სიტყვაზე. და რასაც გამოიყენებთ დღის განმავლობაში, რაღაცა მოვისმინეს სხვათა შორის და ძალიან მომეწონა და გაგიზიარებთ თქვენც. აი ამ თანხას, რასაც გამოიყენებთ და რასაც ვერა სიტყვაზე ეს თანხა დღის ბოლოს ჩამოგეჭრება, თუმცა მეორე დღეს ისევ 50,000 აღმოჩნდება ანგარიში. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენთაგანი შეცდება ამ თანხის ათვისებას. აი იგივე არის ცხოვრებაშიც. ჩვენ გვეძლევა წუთები, დრო, როდესაც ვიღვიძებთ, დავუშვათ ეს 50,000 წუთი, თუმცა ესე არ არის, ხო? მაგრამ მე მაგალითისთვის ვსაუბრობ. აი ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს და რას ვითვისებთ, რას ვახარჯავთ უბრალოდ იმას, რომ ვიღაცა ერთმა ადამიანმა ან თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ეს
მართლა ოჯახის წევრი, ანუ მშობელი იყო, მამიდან, დაძმიდან მოდის ტკივილი თუ პარტნიორიდან მოდის რაღაცა გაუმართლებლობა, არ აქვს მნიშვნელობა ამას, საიდან არის. აი, გადაყევით და ამ რაღაცა უაზრობაში მაინც ასე გამოდის, ხო, ხარჯავთ დროს და არა იმაში, რომ პირდაპირ ეს თქვენი დრო აითვისოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მეორე დღეს რა იქნება. გარდა ამისა, მე ასე გეტყოდით, რომ აი ის სურვილები, რომელსაც მე ყოველთვის ვაცხადებ და ბევრი თქვენთაგანი არ ითვალისწინებს საკუთარ თავს თუ თქვენ არ უსურვებთ კარგს, ვერც ვერაფერი ვერ იქნება. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ხანდახან თქვენ თვითონ ამბობთ ესეთ რაღაცას, რომ აი მე ნინო რა გავაკეთო, აი თუ სადმე ესეთია, ისეთია, ეს დამადგამს თვალს, ესე გამოჩნდება. კი ბატონო, სავსებით მესმის, მეც იგივე ლექსიკონი მქონდა წლების განმავლობაში. და ჩემი ლექსიკონი ასეთი იყო. თუ სადმე მსუქანი, დაბალი, მელოტი, უკბილო, უფულო, ცალფეხა, ცალხელა, კოჭლი, ღიპიანი, ამოჩუნჩული, მიჩუნჩული, ცალნასკა. ეს ნასკი რა იყო, წინ და უბრალოდ. ხო ეს თასმები რომ აქვს შეხსნილი და ისე დათხლაშუნობენ ამ ტიპებს გულისხმობ, ანუ ყველა მე დამადგამს თვალს თქო. არა და ყოველთვის მხედველობის არეალში ვიყავი, მამაკაცებს მხედრა, მაგრამ ეს ლექსიკონი მქონდა და მართლაც ასე იყო. რეალურად, ვინც სერიოზულად მოდიოდა, ყველა ესეთი მოდიოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, თუმცა მივედი იქამდე, ცხოვრება მიმიყვანა და სხვა მხრივადაც, რომ აი საკუთარ თავს თუ თქვენ ვერ გაიმეტებთ საკუთარ თავისთვის ბედნიერებას, მე ვერ გპირდებით თქვენ, რომ რაღაცა მოხდეს იქ სხვა ანუ თქვენ სხვა ანუ უკეთესობა, კარგი ესეთი გამართლება ძალიან იშვიათად ხდება, რომ მართლა არ მინდა იძახოს ადამიანი, ეს არის ფორმალობა, ხალხო. ეს არის ის კატეგორია, რომლებიც სხვათა შორის კურსელები მყავდა ესეთი, არ უმეცადინია, ვაი მე არაფერი გაუკეთებია, საერთოდ დროს არ სადეცალა ეს და ბრახ გამოცდას 10-იანებზე აბარებდნენ. თუ სულ მიკვირდა, გორანაირად. ერთი მოსმენის სწავლობს, არა კენაცვალი, ისინი არიან ხალხი, რომლებიც დადიან ნიღბებით, ხო? ამიტომ ეს თემა თქვენ საკუთარ თავში უნდა დასვათ და დაფიქრდეთ. აქ არის, რა თქმა უნდა, მაგის შანსი, მაგრამ ნახეთ, მე ვსაუბრობ იმ ბლოკებზე, რომელსაც თქვენ წარმოქმნით, იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენში არის, ხო? აი აქ ზუსტად თქვენს თავს უნდა მისცეთ იმის უფლება. თქვენ არ აძლევთ თქვენს თავს იმის უფლებას, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც გაგაბედნიერებს. მოდი და დაფიქრდით, აი როგორი გაგაბედნიერებს. და ჩათვალე, რომ ესეთი ადამიანი კი გზაშია, მოვიდა, უკვე მოვიდა, შემოაყო კარები და თქვენს ცხოვრებაში არის, ხო? თუ კი თქვენ დაუშვათ ესეთი ფიქრები წამოგივათ და ისევ ტოქსიკურობაზე გადახვალთ და გექნებათ იმის შეგრძნება, ეს მიღალატებს, ეს ვიღაცას ანწავა, ასე იქნება ისე, გაბუქება, ხო, ეს თვალების დათხრა მუდუსავით. რა თქმა უნდა, ასე იქნება, აუცილებლად გიღალატებთ თქვენ ის ადამიანი. თუ თქვენ ნახეთ, თქვენს გვერდით მყოფ სხვათა შორის, ადრე მიკვირდა და ეხლა აღარ მიკვირს, ქალბატონები, მეგობარი, გოგონები, ვინც დაოჯახდებოდა, ყველა მერიდებოდა და რა ხდება, რა უნდათ კაცო, რა. აი ის ხდება, რომ შექების მომენტი, იმიტომ ერთხელ ყოფილა ასე მულმა შემაქო, დაუშვათ მეგობრის ან დედამთილმა, შანსი არ არის უკვე, რომ მამაკაცი ამ დროს იხედება სხვა ქალისკენ. ეს არის რაღაცნაირად ჩაბეჭდილი ბევრ მამაკაცში, ხო? თუ ქალბატონში კარგი ფიგურა აქვს, ან ვიღაცა იტყვის, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და აუცილებლად და მით უმეტეს თქვენზე თუ გააკეთებენ აქცენტს, რომ ასეთია, დაუშვათ მსუქანია, დაუშვათ რაღაცა ასაკი აქვს, დაუშვათ ეს აი მინუსების ძებნას აუცილებლად თუ მამაკაცი ფსიქოლოგიურად, აი შინაგანად დარწმუნებული არ არის და თავისი აზრი არ გააჩნია და ამ ყველაფერს ნახეთ, ისრუტავს, ხო? ერთხელ, ორჯერ და უკვე ისე შეისრუტავს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თვალში მოხვდება. და ნახეთ, თქვენ მოიზიდეთ უკვე ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ფიქრობდით ამას, თქვენ დაუშვით ეს, რომ დაუშვათ, შეიძლება ეს იყოს პრობლემა, ხო? ბევრ
ნახეთ, თქვენთაგანში არის ის მომენტი, რომ აი მე უმცროსია, მამაკაცი ახლა ვიღაცამ დამიწერა უმცროს უფროსზე გააკეთე გაშლაო და მაგაზე კიდე ცალკენ გაგიკეთებთ გაშლებს რა ხდება მაგ დროს, მაგრამ აი დავუშვათ უმცროსია და დისკომფორტი გექნებათ, ხო? ახლა აი დავუშვათ ისა რა ქვია, ჩემზე ძლიერია მამაკაცებსაც აქვთ იგივე პრობლემები, ის რომ დავუშვათ ამან ახლა თუ პირი დაიბანა ქალბატონო ლამაზად ჩაიცვა, უკვე სხვა კაცთან გაიქცევა, კი გაიქცევა, თუ კი ამაშენ დაუშვებ ცნობიერში უკვე. შენ იქვე ცნობიერი, ხო? შენ მიეცი უკვე ამის რესურსი, არა, რატომ ამ დროს უნდა გქონდეთ ზუსტად აი ეს мотиваცია, რო არა, ეს ჩემთვის გამოიბრანჭა, ჩემთვის არის ლამაზი და ასე შემდეგ. არცად არ წავა. და დავუშვათ თქვენთან მახინჯი ბრუციან და მე რა ჩამოთვალე, ყველა კოჭლი კი არ მოიტეხავს კისერს. როგორი გინდათ? განათლებული, ცხოვრებაში გარგებს, დაგაფასებს, ხო, უპირველესად დაფასება, რომელიც სხვათა შორის ბევრ მამაკაცში არ არის აღზრდილი. აი, დაფასება, თუნდაც ის, რომ დღეს ერთ ქალთან ახვალ მეორე ქალთან და მე რა მოხდა. ეს არის, ეს ქალბატონისა, ეს არის მისი თავის უპატივცემულობა, მოდი ასე ვთქვა და მით უმეტეს მამაკაცი, რომელიც იწყებს ნახე გპირდება რა მისი საქციელი მოქმედება გპირდება იმას რომ რაღაცა გამოგვივა ზოგიერთი სიტყვებითაც კი ხო თუნდაც მოусინჯო თუ რაღაცა და შემდეგ უკვე ამით რა თქმა უნდა უკვე ხრებში იმართებიან იცი რა შიაბა ხო არის ესეთი სტილის მამაკაცებიც რომ შიაბა ის შესაბამელი რო ქალი გახდება ანუ მის ცნობიერში ქალს არაფერს არა აქვს ხო და შესაბამელი გახდა ქალბატონი. ამიტომ სადღაც აქ თქვენც უშვებთ ფიქრში იმას, რომ აი როგორ არის, იცი მომატყუებს, გეფიქრებათ. ან ზუსტად ეს ნახეთ, ეს ლეველი, ეს ენერგია გაქვთ გააქტიურებული, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, მე აუცილებლად ან მომატყუებს, ან ასე იზამს, ან ისე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხდება. გარდა იმისა, რომ თუ კი აქ არის მაგიური ჩარევა და ბედია ჩაკეტილი და გაშორებენ, ეს კიდე სხვა თემა არის. გაიგეთ? აი ესეთი მომენტებია. თუმცა, აი ამ ყველაფრიდან ეხლა ყველაფერი თქვენზე ხო არ იქნება, კაცო, ნებისმიერი თუ რამე გეცნოთ, უნდა ეს გაიაზროთ სად არის პრობლემა და ამ ყველაფრიდან განთავისუფლდეთ. აი თქვენს თავს მისცეთ რისი უფლება, იცი? ღირსი ხართ ღირსეულის კაცო. ღირსი ხართ იმ ადამიანის, რომელიც დაგაფასებს, ერთგული იქნება. ტყუილებით და ამით კი არ იქნება, რა ქვია, ორპირული და რა ვიცი, სულ თავის გამართლებაზე რო არის და სულ რაღაცა აი ქალში. იცით რა, კარგი, აღარ გვინდა ამაზე მეტი კომენტარი, მაგრამ აი ამის უფლება უნდა მისცეთ საკუთარ თავს. ნახოთ რა იქნება? აღადგინეთ თქვენი საკუთარი, მოდი ასე ვთქვათ, თავი, თუმცა მიფიქსირდება ეს ყველაფერი თითქოს უკვე გადავიდა წარსულში, რა იქნება, როგორ იქნება, მანახე, გამოჩნდება აქ სერიოზული პიროვნება. პიროვნება, რომელიც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ეს არის ამ წუთში გზაზე გენაცვალეთ, ეს ჩამოდის. შესაძლებელია ამ წუთში არ არის იმ ადგილას, სადაც თქვენ ხართ, შესაძლებელია მანძილი არის, ხო, რაღაც მანძილი არის აქ, აშკარად, ან ქალაქეობრივი სხვაობა, ან რაღაც გადაადგილება. ეს ადამიანი პირდაპირ მოდის დაოჯახებით. სტაბილური ურთიერთობა სურს, სხვათა შორის ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ძალიან არ არის ეს უბრალო ბიჭი. ეს არის მე ვერ ვიტყვი როგორ იცი, მაგრამ არა გამორიცხულ რაღაც ის ხელმძღვანელი, უფროსი საშუალო ფენა მთლად არ არის. საკმაოდ სახლი, კარი, მანქანა, ბიზნესი ან რაღაც ეს ყველაფერი ამას აქვს.
ადამიანი შემოდის შენ ცხოვრებაში, რომელიც შენ კი არ უნდა დაეხმარო იქეთ, თვითონ უნდა დაგეხმაროს. მოდი ბიჭებმაც შეგიძლიათ ესე მასკნად გადაიტანო. ნაცნობ ბიჭებზე არა მაქვს ეს აქცენტი, ოღონდ გაითვალისწინეთ. ვინც მიცნობთ რეალურად. თქვენთვის არც ერთი გაშლა არ არის აბსოლუტურად აქ და ტყუილად ნუ მისმენთ. ხო. აი ამას ქვია უკვე ბუროტება. აბა რა. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის. არც ეს გაშლები არ გიშველით, ვინც ნაცნობები ხართ, რომ იცოდეთ. ჩამჯდარი ხართ ჩემს გაშლებში, არ გიშველით, არა. ეს რჩევები თქვენთვის არ არის, არ გიშველით. მე არ უშვებ მაგ ენერგიაში. ეს არის ტაროს კუთხის მსმენელებისთვის და ვინც დიაგნოსტიკაზე მოდის, ან უბრალოდ ჩორიდან მსმენელებს, ისეც არ ვიცნობ იმ ხალხისთვის. რაც შეეხება აქ, აი ზუსტად ეს ადამიანი მოდის, როგორ იცით, ძალიან მე მგონია, რომ ძალიან მადლიერების განცდით თქვენ შორის იქნება აი ერთმანეთთან ზუსტად ის დაფასებაზე მქონდა აქცენტი და აი ეს დაფასება. აი ეს მადლიერება. ეს უკვე მომეწონა, იცით რა არის? სახე გამებადრა. მე მგონი ყურებამდე გამეცინა. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ნახე შენი გამცნობით მადლიერებას გამოხატავს, გაფასებს და სიყვარული არის აქ, არჩევანი შენზე მაქვს, ნახე, მე მინდა ჩვენი ურთიერთობა რომ იყოს სტაბილური დიდხანს. მიყვარხარო პირდაპირ ესე საინტერესო სიტყვას თუ ამბობს, სიტყვას თუ ხარჯავს თქვენს მიმართ. სიტყვას ხარჯავ. სიტყვის ხმის იცით რა არის? როგორ დამოვიდეცი? მან ახე სიტყვა მითხარეს, სიტყვა. ეს ისეთ იმას დაიჭერს თქვენთან ურთიერთობა სიტყვა ცოტა მეეჭვება. მაგრამ ხო, ხმას ვერ ამოვაღებინებთ ახლა ეს. უნჯუ საზოგადოება გვყავს აქ ჩვენ ძირითადად ვიცი უკვე დავიმახსოვრე. მაგრამ იმდენად კომუნიკაბელური იქნება. იმდენად მეგობრული იქნება. იმდენად გულისხმიერი იქნება. ყურებამდე შეყვარებული იქნება ეს ადამიანი. კი, აი ესე არის. გოთლა. ყურებამდე მართლა ოღონდ. ნახეთ, სულიერი სიმშვიდე მოდის, აი თქვენც რო დამშვიდდებით, ხო? აი შეგრძნება იმის, რომ უყვარვარ მაფასებს. თანაც ასე ძალიან, ხო? ოღონდ ტოქსიკურობის გარეშე არის აქ ურთიერთობა, არავით არის გარეშე სხვა რაღაცეები. არ მინდა, ვერ ვისვენებ, მაგრამ არ მინდა რაღაცით გავაფუჭო თითქოს. ენერგია მოდის, ხალისი მოდის, ცხოვრების ხალხნო, ფინანსებიც მოდის, წარმატებაც მოდის. პატარა ღმერთკაცი მოდის თქვენს ცხოვრებაში. და იყოს ასე. უცებ მივაწიოთ, ხო? კი, ეს არის ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებთ. მაგრამ ეს არ არის თქვენს ქალაქში ამ წუთში. არა. თავს იგრძნობთ პრინცესულად. პატარა პრინცესა ოღონდ. ქალურ ენერგიებში იგრძნობთ თავს. აი, ეს არის ყველაზე ძალიან კარგი მუხტი ენერგია, როდესაც მოდის ისეთი, რომ გაპრანჭვა მოგინდება. აი, გაკეკულუცება, რომ ქალს მოუნდება მამაკაცის გვერდით, ახლა ის თუ ზოგადად ისეთი ტიპაჟია და სხვასაც ეკეკულუცება, მაშინ თქვენს თავზე ნუ მიიღებთ მამაკაცებო, მაგრამ აი ეს რომ მოუნდება, აი მაშინ არის რაღაც იქ.
ხო, რაღაც ქიმია. თვალები რომ გაუბრწყინდება და ქალს რო თვალები ჩაუგდება, სიმსუქნეში წავა, იმიტომ რომ ბევრი მისმენთ ესეთი, თქვენს ცოლებს შეხედეთ უბრალოდ. ის რომ ესე მოუწესრიგებელი თუნდაც თქვენ შესახვედრად გამოვა, მასთან უკვე ყველანაირი სიხარული ჩაკალიდა, რა ვიცი, ამ შემთხვევაში ბევრს აქვს პრეტენზია კაცობად მიაჩნიათ ეს ძალიან მაგარი მათრახი მოხვდებათ, ხო, რომ თქვენ ბევრ თქვენთანაც. მაგრამ ეს არ არის კაცური, მოდი ასე ვთქვათ, არ ითვლება ეს კაცური. რა კაცური ის არის ეს? აი ეხლა მისი თავის პატივისცემა ხო, მაგრამ აი შენთვის რომ გამოიბრანჭება ქალბატონი, ეს კიდე სხვა რა. ან ყველაფერს რო ჩაკლავ, რავი, თუ ფორმაში იყო მოწკვანტული და შენს ხელში გახდება 100 კილო და თვალები არ უციმციმებს და გული ჩაკლული აქვს და სულ დამწუხრებული არის და შენ ვიღაცასთან თან კიდე დაგულაობდარბი ხარ, ეს კაცობაში ვიღაცას მიაჩნია, რა გითხრათ. აქ ასე არ არის, აქ კეკლუცი მოგინდებათ, ჩემო კარგებო. ამიტომ ესეთ პოზიციაში ქალბატონების თუ ვინმე ხართ, უბრალოდ მიხვდით, რომ არასწორი ადამიანი დგას თქვენს გვერდით და ეს ზუსტად მე დრო, რომელზეც ვისაუბრე, ესეთი ადამიანების გვერდით არ უნდა დახარჯოთ, იმიტომ რომ გექნებათ ნანახი, აი პომადა რო ახალგაზრდა გოგოს აქვს წასმული და მოხუც ქალსაც, ხო? ამ დროს ჩვენ ნახეთ იმ ახალგაზრდულ პეწს, ყოველთვის ახალგაზრდები ვარ ჩინაგანად, კი ბატონო, მთავარი ეს არის მაინც ჩინაგანი, ხო? ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ის ხორციელი სილამაზეც თავისებური არის, ხო? ვერ დაიბრუნებთ უბრალოდ და ასეთ ვითარებაში დიდხანსაც, აი შინაგანად რა, ხო ხდებით, კვდება ადამიანი შინაგანად. სულ რო ნერვიულობაში ხარ ადამიანის გვერდით, სულ რო რაღაც ტოქსიკური არის, ну თვითონ მის თავს მიხედავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ქალი იპოვა, კიდე ვიღაცა იპოვა, რაღაც ძმაკაცი იპოვა, წავიდა. ხო და საერთოდ არ ადარდებ შენ რა განიცადე ინერვიულე თუ რაკენ და ესეთი ხალხი, ესეთი მამაკაცის გვერდით თუ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად ის პიროვნება, ვის გვერდითაც არ უნდა იყოთ, ვისთვისაც დრო არ უნდა დახარჯოთ. გაუშვით კუკიაზე, მუხად გვერდში, მარილზე, დიხას, ისე რომ ვერ მოვიდეს დიდხანს და არასდროს, გაიგეთ? ამიტომ, აი აქ ყოველ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც მოაქვს ენერგია, სტაბილურობა, მეგობრული განწყობა, ოჯახური განწყობა, სიყვარული, აი ეს კეკლუცობა, აი ეს ქალურობა, ის პრინცესული შინაგანი განწყობა, რომელიც თქვენ აქ გაქვთ. ხო, ამ ყველაფერს რომ იგრძნობთ ადამიანი და რომ გაფასებთ თქვენ სინამდვილეში და როგორ არის იცით, რომ იგრძნობთ, რომ უყვარხარ და მართლა ეს ერთგულება, რომელიც საქმე მიფიქსირდება ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ, ეს განწყობა შეიცვლება. მაგრამ როდესაც ადამიანი ეჭვიანობს ან პირდაპირ ხედავ, ხო, ეს ყველაფერი კვდება, ხო? მაგრამ რა ვიცი, რატო ვერ ელევით, რატო ვერ იმაშვებით დავუშვათ, ვინც ისეთია, თუმცა ესეთებზე არ არის ეს გაშლა. აი ესეთი გაშლა ვქონდა ჩემო კარგებო, კი ბატონო, თქვენს ცხოვრებაში შემოდის ესეთი პატარა ღმერთკაცი, რომელიც ენერგიას და რაც მთავარი კიდე, აი შეგრძნება, დაცული ხართ, ესეც იქნება, ფულიც კი, ფინანსები, ყველაფერი გაიმართება, ჩემო კარგებო. სასწაული გადატრიალება ხდება თქვენს ცხოვრებაში. და იყოს ასე, რატომათაც არა, მე გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, იმედი მაქვს ეს ინფორმაცია გამოგადგება, გაითვალისწინებთ. ვისთანაც ასე არ არის, უბრალოდ გაითვალისწინებთ. შეერიგეთ ყოველი დღე და მიეცით თავს ბედნიერების უფლება და გემშვიდობებით დროებით.